ძირეწლოვანი გოგოს გაუპატიურების ბრალდებით აჭარაში 30 წლის კაცი დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დმანისში ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი კიბეებზე დაგორდა, ბეტონის ფილაზე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. განზრახ-მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 46 წლის კაცი. ქართული ოცნების სტანდარტებითაც კი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შემზარავია. ეს ავადმყოფური საქციელი ასახავს მათი მფარველების ტაქტიკას მოსკოვსა და პეკინში. ასე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წაყენებულ ახალ ბრალდებას. დასავლეთის სანქციების შემდეგ რუსეთის ჯავშან ტექნიკისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უდიდესი მწარმოებელი კომპანია თანამშრომლების მასშტაბურ შემცირებას იწყებს. კომპანია შეწყვეტს ახალი თანამშრომლების სამსახურში აყვანასაც. ამერიკის გაფრთხილების შემდეგ გუნდვარი ლუკოილის უცხოურ აქციებს აღარ იყიდის. კომპანია პუტინის უახლოესი მეგობრის გენადი ტიმჩენკოს და 7 მილიარდერის საკუთრებაა. გუნდვარი ერთ დროს მსოფლიოში ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი იყო.